ნივრის მწნილი. დღეს ჩვენ მოვამზადებთ მოთუთქულ ნიორს მარილსა და ძმარში. სასურველია უფრო პატარა ნივრები, მაგრამ ეს არის სახელდახელო მწნილი, მზადდება დილით, სადილზე მივირთმევთ. ესეთ პატარა ნაჭრებად. ჭრით ნიორს. ამავდროულად სანამ ამას ვაკეთებთ, სანამ გავურეცხავთ და მოვამზადებთ ნიორს. ახლა გასქურაზე დგას ქვავი, მარილიანი წყლით. ბევრი მარილი არ უნდა. რაშიც ნიორი მოითუთქება. ჩემთვის მაგალითად სასურველია გამოვიყენოთ კარგი სუფრის ღვინის ძმარი. თუმცა იმითაც ვაშლის ძმრითაც უპრობლემოდ მზადდება. წყალი ადუღდამ. ეხლა მოვათავსოთ ჩვენი ნიორი. მარილიან წყალში. სულ რაღაც 3-4 წუთით. 4 წუთი გავიდა. ესეთი მივიღეთ ნიორი. ეხლა გადმოვიტანოთ კოჭოში, სადაც ჩავამწნილებთ. ეხლა თანაბარი რაოდენობით ჩვეულებრივი ონკანის წყალი და სუფრის ძმარი. გავაკეთე ერთ ჭიქა წყალზე. ჭიქა ძმარზე ცოტა ნაკლები. უძამჟავე არ იყოს. გემოვნებით ვამატებთ ცოტა მარილს. თორე მარილიან წყალში ხარშებოდა, ძალიან ზედმეტიც არ გვინდა. ეს. ეხლა მოვურიოთ. ვაფარებთ ხუბს და ვინახავთ მაცივარში. დილით გაკეთებული სადილზე ან ვახშამზე იქნება უკვე ძალიან გემრიელი. ხვალდილით იქნება სასწაული. ეს გავაკეთებ გუშინ. აი, დეგუსტაციაც ჩავატაროთ. ხრამუნად კაცუნა. ძალიან მაგარია. ძალიან მარტივია და ძალიან შეგიყვარდებათ.